დავიწყოთ იმით, რომ საქალაქო სასამართლოში 11 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. ნინო გაუსტაშვილი არის ის მოსამართლე, რომელმაც დღეს სახაზინო ადვოკატებს უნდა მოусმინოს. ახლა ყველას აინტერესებს დაახლოებით 24 საათში მოასწრეს თუ არა სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატებმა თითქმის 15 ტომიანი საქმის გაცნობა. მოისმინეს თუ არა სასამართლოს ხდომების ოქმები და მივიდნენ თუ არა პენიტენციურ დაწესებულებებში იმისთვის, რომ ბრალდებულები გაეცნოთ. ადვოკატების შეფასებით ამ ყველაფრის გაკეთება 24 საათში შეუძლებელია. სწორედ ამიტომ იმედი აქვთ, რომ ადვოკატთა კორპუსი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და დღეს სახაზინო ადვოკატები მოსამართლეს თვით აცილების შუამდგომლობით მიმართავენ. ეს თუ არ მოხდება, 11 სინდისის პატიმრის უფლებადამცველი ამბობს, რომ თავად დააყენებენ ამ შუამდგომლობას. ყველა ადვოკატს აქვს თავისი სტრატეგია, რა სტრატეგიით უნდა დაიცვას და გაამართლოს თავისი კლიენტი. ამ სტრატეგიაში ჩარევა სახაზინო ადვოკატის, რომელიც უმეტესწილად არ იცნობს საქმის მასალებს და არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, ეს არის დამაზიანებელი იმ ადამიანის უფლებების, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. საპროცესო კოდექსი არ იცნობს იმას, რომ პრევენციულად დაუნიშნო სახაზინო ადვოკატები, იმიტომ რომ პრევენციულად დანიშნა არსად არ წერია, ესეთი კოდექსი არ არსებობს და როდესაც ჩვენ პრევენციულად უნიშნავ არ ღვევ საპროცესო კოდექსი. პირველ რიგში რატომაც არ სურთ ბიჭებს მათი ჩართვა პროცესზე არის ის, რომ მათ ყავთ უკვე ადვოკატები, მათ აგვირჩიეს ჩვენ, მათ ყავთ რამდენიმე ადვოკატი, რომლებმაც ამ თვეების განმავლობაში დაიცვა ამ ბიჭების ინტერესები და არც ერთი პროცესი არ გაგვიცდენა. ის განმარტება, რომ პრევენციული მიზნით უნდა დაინიშნოს ადვოკატი, პირველ რიგში არის საერთოდ სამართლებრივი შარჩოს გასცემელი და შემდგომ ლოგიკასაც მოცდენი. ძალიან რთულია დიდი მოცულობის საქმეს გაეცნო ერთ დღეში. და გარდა ამისა არ არის მხოლოდ საქმის გაცნობა, ასევე უნდა მოусმინოს ხდომის ოქმებს ფიზიკურად ძალიანაც რომ უნდოდეთ ამ ადამიანებს ვერ მოусმენენ ისინი ერთ და ორ დღეში მთლიან საქმეს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩნდება განცდა, რომ უბრალოდ ვერ დაიცავენ ფიზიკურად ეს ადამიანები, იმიტომ რომ მათ არ ექნებათ ამის შესაძლებლობა ობიექტურად გარემოებებიდან გამომდინარე. დღეს რეალურად მე ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც ასევე ადვოკატები არიან და იმ უსამართლობას უნდა გრძნობდნენ, რა უსამართლობის წინაშეც დღეს ადვოკატთა კორპუსი დგას, ველოდები რომ მოვლენ პროცესზე და თავად დააყენებენ თვითაცილებას, იმიტომ რომ რეალურად იმ კანონის საფუძველზე, რომელსაც ისინი მოქმედებენ, მათ არ აქვთ უფლება აღნიშნულ საქმეში ჩაერთონ. ამის შემდგომ თუ მსგავსი არ მოხდება, მე თავად დავაყენებ მათ აცილების შემდგომაც. სასამართლოს ისტორიას არ ახსოვს, რომ მოსამართლეებს დაინიშნათ სახაზინო ადვოკატები პრევენციულად, ამით გამო უნდა აღინიშნოს, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ნინო გაუსტაშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებით, მას საერთოდ არ აინტერესებს, რომელი ადვოკატი რა მტკიცებულებას წარადგენს ხდომათა დარბაზში, რომელი მოწმის დაკითხვა როგორ გაგრძელდება, ვინ რას მოატყუებს სასამართლოს და როგორ სრუჩვენებას მისცემს. ყველას მიაჩნია, რომ 11 სინდისის პატიმრის საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ნინო გაუსტაშვილს მიღებული აქვს, ამიტომ მას არ უნდა რომ 9 თვიან ვადას გასცდეს და 9 თვეში სურს დაასრულოს სწორედ 11 სინდისის პატიმრის საქმე. დღეს რა თქმა უნდა საბრალდებო სკამიდან ბრალდებული პატიმრები მიმართავენ მოსამართლეს, კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ მათ არ სურთ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები ყავდეთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე გაუსტაშვილი, ამჯერად მაინც დაემორჩილება თუ არა კანონის მოთხოვნებს, ეს ჯერჯერობით უცნობია. 11 სინდისის პატიმრის საქმის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება საქალაქო სასამართლოში.